ქობულეთის ნომერ მე-5 საჯარო სკოლა აჭარაში ერთადერთია, სადაც ბოშები საშუალო განათლებას იღებენ. ისინი სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და მათი სოციალური მდგომარეობის გადახედვას ითხოვენ. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სასწავლო პროცესს ჩემი კოლეგა ქეთი ჭყონია დაესწრო. რუსლან ასლანოვი 8 წლისაა, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია. ქართულად წერა-კითხვა რამდენიმე თვეა დაიწყო. კითხვა უჭერს, თუმცა ცდილობს სასწავლო პროცესს არ ჩამორჩეს. მოსწავლეების ოჯახის წევრები განათლების კუთხით არსებულ პრობლემებს ესაუბრობენ. 4 დადიოდან არაფერი არ იციან, პირველი კლასში დადიოდნენ. არაფერი არ იციან, 1, 2, 3 დაში არ იციან. პროსი შვილი. მექანიკა, მეორე კლასი იყო, არაფერი არ იციან. იცი ზოგჯერ შეიძლება ოჯახშიც არ აქცევენ ყურადღებას ბავშვებს, მაგრამ ეს არის სკოლა. 40 და 30 ბავშვი რო არიან ჯგუფში, ერთ ჯგუფში, ამას პატარა ის კი არ უნდა ყურადღება. ეხმარებიან მასწავლებლები, არის ასეთი რამე, იმიტომ რომ ახლა დაჟე არის სკოლაში პრაგლიონная группа. მე-5 საჯარო სკოლა ერთადერთია ქობულეთში, სადაც ამ ეტაპზე ბოშები განათლებას იღებენ. როგორც დირექციაში ამბობენ, მოსწავლეთა შედარებით მაღალი აქტივობა დაწყებით კლასებშია. დირექტორი ნარგის ჯინჭარაძე შექმნილ ვითარებას შემდეგი გარემოებით ხსნის. ის რომ თქვათ ბოშე ბავშვი რომელ კლასში სწავლობს, აქვს მშობელს, ქართულ მშობელს აქვს, დღემდე აქვს ამისი კომპლექსი, რომ არ უნდა რომ შეიძლება არ გამოხატავდეს, მაგრამ პრობლემა ეს არის. პედაგოგები ამბობენ, რომ სწავლების პროცესის სირთულე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა ცხოვრებისეულ ყოველდღიურობასაც უკავშირდება. მათივე თქმით, სრულყოფილი საგანმანათლებლო დორის მისაღწევად საკვირაო და საზაფხულო სკოლაც ფუნქციონირებდა. ბავშვები ფაქტობრივად სკოლაში როცა მოდიან, საუბრობენ თითქმის სამენაზე, მაგრამ გაუმართავად თავიანთი ბოშური, ქართული და რუსული. სწავლის დაწყების მომენტში მეტყველების განვითარება საკმაოდ რთულია. ხატიანებს არ აგებენ, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობაც ნაკლებად ესმით. სირთულეები რა თქმა უნდა არის და ყველაზე მეტი სირთულე ზოგადად ურთიერთობაა. ძალიან თავისუფალ ქცევას მიჩვეულები არიან, ცოტა ჯდომის წესი მოსმენა, რამდენადაც ხელი არ უნდა შეუწყო და აკეთო ეს თამაშით, ხალისით, ფერებით, მაინც უჭირს ერთ ადგილას გაჩერება. მშობლები ამბობენ, რომ მდგომარეობა სკოლამდელი დაწესებულების გაუქმებას ართულებს. ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 58 ბოშა სწავლობს. დირექციის ინფორმაციით, ლინგვისტური თვალსაზრისით პრობლემები ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ ნაწილს აქვს.